საღამო მშვიდობისა, მოგესალმებით არჩევანის სტუდიიდან. ენდობა თუ არა ოპოზიცია საერთაშორისო ორგანიზაციებს, მათ შორის EUTHOS, რა შემთხვევაში აღიარებს ოპოზიცია 5 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგს, არის თუ არა ეროვნულ საბჭოში ამ საკითხთან, უпростоრად საერთაშორისო ორგანიზაციებთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობა. ჩვენი გადაცემის სტუმრები არიან დავით უსუფაშვილი და პალიკო კუბლაშვილი. საღამო მშვიდობისა ბატონებო, მოგესალმებით. ბატონ დავით, პირველი შეკითხვა მინდა თქვენ დაგისვათ იმ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც დღეს წამოიჭრა უწყებათა შორის საბჭოში, ესე ქვია, ჯგუფთან არ მივიდა თქვენი წარმომადგენელი, ეს ნინო ბურჯანაძესთან გულისხმობ. ეს იყო უბრალოდ პროტესტი და არენდობით ამ ჯგუფის მუშაობას, თუ რამე სხვა ჰქონდა ადგილი, ვთქვათ, ვერ მოიცალა თქვენმა წარმომადგენელმა? მოგესალმებით კიდევ ერთხელ. ამ ჯგუფის მუშაობაში ოპოზიციის წარმომადგენელთა მონაწილეობის საკითხი პირველ რიგში დასვა ოპოზიციამ, ქალბატონ ნინოს ჩვენ ეს საკითხი წერილობით ფორმით გადავეცით დაახლოებით 3 კვირის წინ, მას შემდეგ რაც შევიდა ამ მოვალეობის შესრულების მდგომარეობაში და ჩვენ ვთხოვდით, რომ შექმნილიყო ეს კომისია, რომელშიც იქნებოდა ხელისუფლების წარმომადგენლებიც, ოპოზიციის წარმომადგენლებიც და ვთხოვდით ასევე, რომ მოძებნილიყო ადგილი სახალხო დამცველისთვისაც, რათა მაქსიმალურად გაზრდილიყო ნდობა ამ ჯგუფისადმი და მოსახლეობას, მოქალაქეებს, ვისაც ჰქონდა რაიმე პრეტენზია საარჩევნო კამპანიის მსვლელობასთან დაკავშირებით, მიემართ ამ ჯგუფისთვის, კომისიისთვის. Სამდე ეს კომისია არ იქნებოდა პრეზიდენტის თავმჯდომარეობით, იმიტომ რომ პრეზიდენტს ცხადე არცალია მუდმივად საჩივრების განხილვით იყოს დაკავებული, მაგრამ კომისია თავად გაარკვევდა მერე რა თემები უნდა მისულიყო პრეზიდენტის მაგიდამდე და მოეხდინა მას რეაგირება. ჩვენ თვლით, რომ ეს იქნებოდა ძალიან სწორი ნაბიჯი ქალბატონ ნინოს მხრიდან შექმნილ სიტუაციაში, ჩვენ საერთოდ თვლიდით და დღესაც ვთვლით, რომ დღევანდელ სიტუაციაში პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი მაქსიმალურად უნდა იყოს დაკავებული იმით, რომ მოქალაქეებს ყველას, ოპოზიციასაც, ხელისუფლების მხარდამჭერებსაც შეუქმნას განცდა, რომ იგი არის მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებების გარანტი. სამწუხაროდ მას სხვა გზა ერჩია, იგი ჩართულია საარჩევნო კამპანიაში, ეს მისი გადასაწყვეტი იყო, ამ თემას ალბათ მოგვიანებით შევეხებით. რაც შეეხება იმ ჯგუფს, რომელიც შეიქმნა, ასე გადაწყვიტა ქალბატონმა ნინომ, მე მგონი რომ ეს არასწორი ნაბიჯი იყო, მაგრამ როდესაც მას შევხვდით ჩვენ სხვა საკითხზე სასაუბროდ, მე მგონი ბატონი პალიკოც ესწრებოდა იმ შეხვედრას, იქმა ბრძანა, რომ ჯგუფის შემდგომ შეხვედრაზე მიგვიწევდნენ და მივიღებდით ამ ჯგუფის მუშაობაში მონაწილეობას. მას შემდეგ ამ საკითხზე ჩემთან არავის არ უსაუბრია, მე არავის არსად არ მიუწევი ვარ, რომ ყოფილიყო ასეთი ზარი და ასე ვთქვათ შემოთავაზება, მე აუცილებლად მივიდოდი კონკრეტული საქმეებით და კონკრეტული მოსაზრებებით. ასე რომ ამ საკითხი 3 დღის წინ დაისვა, ჩვენ უთხარით კი ბატონო, მივიღებთ ამაში მონაწილეობას, მას შემდეგ ჩვენთვის არავის არაფერი არ უთქვამს, ასე რომ ეს საკითხი რომ ამოვწუროთ ბატონ პალიკო, აი ეს კონკრეტული საკითხი, იმიტომ რომ დღეს მთელი დღის განმავლობაში იყო ამაზე საუბარი. ოპოზიციის წარმომადგენელმა თქვა, რომ ისინი არ მიუწევიათ. მოგესალმებით კიდევ ერთხელ, მივესალმები ტელემაყურებელს და ნიკოლოზობას ულოცავ ყველას. რაც შეეხება იმ თემას, რომელსაც ჩვენ დავიწყეთ, ამდენად ჩემთვის ცნობილია, ყველა ოპოზიციური პარტია იყო გაფრთხილებული ამასთან დაკავშირებით. ბატონი დავითი მართლაც ვცანებს 3 დღის წინ, როდესაც ქალბატონ ბურჯანაძესთან იყო შეხვედრა, იქ დაისვა საკითხი კიდევ ერთხელ, რომ ჩართული ყოფილიყო ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ამ ჯგუფის მუშაობაში, რაზეც იქვე განაცხადა ქალბატონმა ნინომ თანხმობა და ამდენად მე გადავაზუსტე წამოსვლამდე რამოდენიმე წუთით ადრე, ესეთი შეთავაზება მართლაც იყო ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებისადმი. ჩემთვის უცნობია მიზეზი თუ რის გამო მოხდა, ეს იყო შეიძლება ტექნიკური გაუგებრობა, შესაძლოა სხვა რაიმე მიზეზი. ფაქტია, რომ დღეს მე რამდენადაც ვიცი, ყველა იყო გაფრთხილებული ამ ოპოზიციური სპექტრიდან და არც ერთი მათი წარმომადგენელი არ ყოფილა ამ ჯგუფის შეხვედრაზე. იმედი მაქვს და ბატონი დავითის საუბრის შემდეგ თუ ნამდვილად ესე და აქვთ მათ სურვილი, რომ მონაწილეობა მიიღონ ამ ჯგუფის საქმიანობაში, კიდევ ერთხელ იმეც გამოთქვამ, რომ ისინი უფრო აქტიურად ჩაერთვებიან. მე ვფიქრობ, რომ ტექნიკური გაუგებრობები ამასთან დაკავშირებით აღარ უნდა იყოს, მათ უნდა კონდეთ საშუალება, რომ მიიღონ მონაწილეობა მთლიანად ჯგუფის საქმიანობაში, იქვე ჩვენი საერთაშორისო ორგანიზაციების, საერთაშორისო დამკვირვებელი ორგანიზაციების წარმომადგენლებს გააცნონ თავიანთი მოსაზრებები და პრეტენზიები და მე ვფიქრობ, რომ ეს იქნება ზოგადად კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგმული არჩევნების გამჭვირვალეობის. რაც შეეხება საერთაშორისო ორგანიზაციებს ვაგერზე ვარ და რესპუბლიკური პარტია
მე მგონი არის ოპოზიციური პარტია ბატონო პალიკო, თქვენ თუ ბრძანებთ რომ ყველა იყო გაფრთხილებული, მე გეუბნებით რომ ჩემამდე ეს არავის არ მოუტანია. ამიტომ კიდევ ვადასტურებ ჩვენ სხვა ფორმატში ვთავაზობთ ხალბატონოს ამ ჯგუფის მუშაობას, მანის არ გაიზიარა, მაგრამ რაც გაიზიარა, იმ ფორმატშიც ვსათვათ მონაწილეობა მივიღოთ და იქ ადგილზე ჯგუფის სხვა წევრებთან ერთად განვიხილოთ ყველა საჭირო ვიმედოვნებთ რომ ეს საკითხი შეთანხმდება საბოლოოდ და არის ამოვწურათ. რაც შეეხება საერთაშორისო ორგანიზაციებს, ბატონ დავით, დღეს მოვისმინეთ ზვიად ძიძიგურის კომენტარი, იყო განსხვავებული კომენტარი ლევან ბერძენიშვილისგან. ეუთოსთან დაკავშირებით რაღაც აზრთა სხვადასხვაობაა თქვენს გაერთიანებაში. თუ სხვადასხვა ლიდერების გამონათქვამების სხვადასხვა ნაწილებს გავუშვებთ ხოლმე ეთერში, მაშინ კი შეიძლება შეიქმნას ასეთი სურათი, რომ არის სხვადასხვაობა. სინამდვილეში საკითხი იყო ასე. ბატონმა ლევან ბერძენიშვილმა ბრძანა პარიზში ყოფნისას, რომ რა თქმა უნდა ოპოზიცია აღიარებს არჩევნების შედეგებს, თუ კი ეს შედეგები არ იქნება ეჭვქვეშ დაყენებული ქართველი ხალხის დამკვირვებელი ორგანიზაციების, ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციების და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ. და ეს ასეც იქნება. სწორედ ამ ფორმულირებაზე ჩვენ ყველა ვთანხმდებით, რომ ქართველი ხალხი, ადგილობრივი დამკვირვებლები, საერთაშორისო დამკვირვებლები თუ აღიარებენ არჩევნებს როგორც სამართლიანს ობიექტურს დემოკრატიულს, რა თქმა უნდა ჩვენ ვაღიარებთ გამარჯვებასაც და დამარცხებასაც. ეს თქვა ბატონმა ლევან ბერძენიშვილმა და ბატონმა ზვიადმა თქვა, ბატონ ზვიადს უთხრეს ასე. და თქვენს ეთერში ტრიალებდა ასე, რომ თითქოს ბატონმა ლევან ბერძენიშვილმა თქვა, რომ თუ საერთაშორისოები ასე იტყვიან, მაშინ ჩვენ ასევე დავემორჩილებით ამ ყველაფერს. ეს იყო მორიგი დეზინფორმაცია, სამწუხაროდ ეს გრძელდება და ამის შედეგია, ასე ვთქვათ, ის ვითომ გაუგებრობა, რომელიც არის ოპოზიციის. მე მგონი ჩვენ გვაქვს აქ რო არ იყოს გაურკვევლობა, აქვე მოდით შევთავაზოთ მაყურებელს, მე მგონი გვაქვს საშუალება ეს კომენტარები მოვისმინოთ, მე ხა ვთხოვ პროდიუსერს გაუშვას ეს მასალა პირდაპირ ეთერში. შორისო ორგანიზაციების ნდობა საქართველოში არსებობს, ოპოზიციაში ეს ნდობა არის, რამდენიმე პარტიამ სპეციალური განცხადებაც გააკეთა, მე გულისხმობ მათ შორის რადიკალურად განწყობილ ადამიანებსაც, ჩვენ ვემზადებით არა 6, 7 ან 10 იანვრისთვის, არამედ 5 იანვრისთვის და იმ შემთხვევაში თუ ეს იქნება პატიოსანი არჩევნები დადასტურებული ქართველი ხალხის და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ და ჩვენი დამკვირვებლებიც მონაწილეობენ მოგეხსენებათ ჩვენ ამ შედეგებს ვაღიარებთ. ეუთოს დასკვნა იყო 2003 წლის 2 ნოემბრის არჩევნებზე დადებული, რომ კარგი იყო ეს არჩევნები და რომ დემოკრატიული პრინციპების დაცვით ჩატარდა და იმ არჩევნებს მაშინ რევოლუცია მოყვა ისე სხვათა შორის. ამიტომ ერთადერთი კრიტერიუმი იმისა, რომ არჩევნები დემოკრატიულად ჩატარდა, ეს არ არის უცხოეთის ორგანიზაციების დასკვნა. თუ შალვანათელაშვილი არ გავა 5 იანვარს პირველ ადგილზე, ეგ ნიშნავს რომ არჩევნები გაყალბდა და დასკვნა მატიას ევრშმაკერა მათუსალამაც კი რო დაწეროს, არ უშველის სიტუაციას ჩვენ აუცილებლად გარეთ. როგორ გამოყავთ სხვადასხვა დაწესებულებიდან, როგორ მიყავთ ძალით აი ამ ყოფილი პრეზიდენტის საარჩევნო მიტინგზე ეს ადამიანები, ეს უკვე უსამართლობა. აქედან გამომდინარე მე ეჭვი მეპარება იმაში, რომ სამართლიანად ჩაიაროს. ძალიან მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა, საერთაშორისო ორგანიზაციების და დამკვირვებლების პოზიცია, მაგრამ ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ჩემი დამკვირვებლები, ჩემი პარტიის წევრები, ჩემი წარმომადგენლების კომისიებში უბნებზე, ჩემი კომისიის წევრების პოზიცია და მათი ინფორმაცია. ნდობა მაქვს, მაგრამ მე არ ვიცი ეს ნდობა აპრიორი ვთქვათ, როგორი იქნება 5 იანვრისათვის. აი ეს იყო ის კომენტარები, პირველი ორი კომენტარი, რომელიც ჩვენ გვაინტერესებს. ესე იგი, ლევან ბერძენიშვილის და ზვიად ძიძიგურის კომენტარში სად ნახეთ განსხვავებული მოსაზრებები. ზვიად ძიძიგურმა თქვა, რომ ეუთოს დასკვნა 2003 წელსაც იყო. ლევან ბერძენიშვილმა 2003 წელს დასკვნა რამე თქვა? ლევან ბერძენიშვილმა თქვა და მარტივი ამბავია და ტელემაყურებელი გვიყურებს და ტელემაყურებელმა ნახა ეს ყველაფერი. ბერძენიშვილი ამბობს, ჩვენ ვაღიარებთ შედეგებს, თუ იგი იქნება ცნობილი დემოკრატიულად და სამართლიანად ქართველი ხალხის მიერ, საერთაშორისო დამკვირვებლების მიერ, ჩვენი დამკვირვებლების მიერ. ზვიად ძიძიგური ამბობს, თუ ეს იქნება მხოლოდ საერთაშორისო დამკვირვებლების მიერ აღიარებული და ქართველი ხალხი და ჩვენი დამკვირვებლები ამას არ აღიარებენ, მაშინ ჩვენ ცხადი ამას არ ვაღიარებთ, ისევე როგორც ეს მოხდა 2003 ზვიად ძიძიგურმა თქვა ისიც ზვიად ძიძიგურმა განცხადებაში რაიმე ტიპის ზვიად ძიძიგურმა თქვა ისიც ეხავე ბატონ ბალიკო ზვიად ძიძიგურმა თქვა ისიც რომ 2003 წელს ეუთომ დადო დადებითი დასკვნა. სწორედ ამაშია საქმე. ესე იგი, თუ არ იქნა ეს ყველა კომპონენტი ერთად, საერთაშორისო დამკვირვებელმა, ქართველმა ხალხმა, ქართველმა დამკვირვებლებმა
თუ ყველამ ერთად არ აღიარა, დიახ, რა თქმა უნდა, მაშინ იქნება პრობლემა. არის ქვეყნები, სადაც ხალხი აღიარებს და საერთაშორისოები არ აღიარებენ, მაგალითად რუსეთი, არის ეს პრობლემები. არის სიტუაციები, როდესაც საერთაშორისოები რაღაცას ასე იტყვიან, მაგრამ ხალხი ცოტათი აღიარებს, ცოტათი არ აღიარებს, მაგალითად აზერბაიჯანი. იყო შემთხვევები, როდესაც საერთაშორისოებმა ჯერ ვერ დაინახეს პრობლემები, მაგრამ როდესაც ხალხმა, ოპოზიციურმა პარტიებმა დადეს სერიოზული მტკიცებულებები ამის თაობაზე 2003 წლის ნოემბერში, იმ საერთაშორისოებმაც გადახედეს თავიანთ დასკვნა. და EUTOS დასკვნა ამ ყველაფერში ერთ მისხალ შეუსაბამობას ვერ ხედავ. EUTOS დასკვნა 2003 წელს იყო დადებითი, რაც ბატონმა ზვიადმა თქვა. 2003 წლის არჩევნებთან დაკავშირებით EUTOM გააკეთა ჯერ შუალედური დასკვნა, ეს იყო ძირითადად ამორჩეულთა სიებთან დაკავშირებულ პრობლემებზე, ეს იყო ძალიან უარყოფითი. 2003 წლის 2 ნოემბრის არჩევნების შემდეგ რამდენიმე დღეში პირველადი დასკვნა იყო, რომ იყო სერიოზული ხარვეზები, მაგრამ ძირითადად ჩატარდა ნორმალურად. ამასობაში ძალიან მნიშვნელოვანია, რომ EUTO თავის სადარკვევრო მისიით საბოლოო შეფასებას აკეთებს, ბატონი პავლიკო შეიძლება გამისწორებს, ერთი თვეს თუ თვენახევრის შემდეგ არჩევნების შემდეგ. ესე რომ ვარდების რევოლუცია მოხდა მანამ, სანამ EUTO საერთოდ საბოლოო დასკვნას დადებდა. მაგრამ ისევ დაუბრუნდეთ იმას, რომ ის ფორმულირება, რომელიც დღეს თელდღია ტრიალებს თქვენს ტელევიზიაში, რომ თითქოს არის შეუსაბამობა გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლების განცხადებებში, აგერ თქვენმა სიუჟეტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა. არა, აქ იყო ორი კომენტარი გაშვით. აქ ორი კომენტარი გავუშვით, რომელშიც არ იყო ასთა თანხმედრა, მაინც და შეიძლება მეცოჩავო სამივე თუ იქნება ვაღიარებთო, ძიგულმა თქვა, რომ საერთაშორისოების დასკვნა არ არის საკმარისი აღიარებისთვისო. ამ ორ წინადადებაში რაიმე შეუსაბამობას ხედავს, თუნდაც მესამე კლასელი ბავშვი, ვინც ახლა ჩვენ გვიყურებს. ზვიად ძიგულმა თქვა ისიც, რომ EUTOS დასკვნა იყო დადებითი 2003 წელს და ეს კომენტარი გავიდა ეთერში, მეტი სხვა არაფერი. ვინმემ რამე კითხა, ლევანდერზეიშვილი 2003 წელს ეს კომენტარები ბადებდა შეკითხვებს და მე დაგისვით შეკითხვა არის თუ არა აზრთა სხვადასხვაობა. თქვენ ახლა დარწმუნდით, რომ არ ყოფილა სხვადასხვაობა. ეს კომენტარებიდან არ ჩანდა. თქვენი ნათქვამიდან თქვენ დაადასტურეთ, რომ არ არის აზრთა სხვადასხვაობა. მე მოხარული ვიქნები, თუ ნამდვილად არ იქნება აზრთა სხვადასხვაობა არც ერთ ოპოზიციური კანდიდატის წარმომადგენლებს შორის, მათი გუნდის წევრებს შორის, მოხარული ვიქნები, თუ მათი ხედვა იქნება ერთსულოვანი და ის რაც ბატონმა ლევანმა თავდაპირველად განაცხადა, რომ არის საერთაშორისო ორგანიზაციების მიმართ ნდობა საქართველოში, მათ შორის რადიკალურად განწყობილ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს შორის არის ნდობა საერთაშორისო ორგანიზაციებისადმი, ეს იქნება ჩემთვის მისასალმებელი. თუ ამის შემდეგ მოყვება ნებისმიერი სახის საუბარს, რომ იცით რა, კი არის ეს ნდობა გარკვეულწილად, მაგრამ ჩვენ ხო გვახსოვს, რომ ცუდადაც იქცეოდნენ ეს საერთაშორისო ორგანიზაციები და აი მაგალითად 2003 წელს. ამ ტიპის საუბარი, ამ ტიპის პრეტენზიების წაყენება საერთაშორისო ორგანიზაციებისადმი, მით უმეტეს, როდესაც საუბარია EUTO-ზე და საუბარია ევროპის საბჭოზე. ეს არის დამეთანხმებით უკიდურესად არასერიოზული. მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი კოლეგები დააფიქსირებენ ცალსახად ამ პოზიციას, ისე როგორც ბატონმა დავითმა გააკეთა ეს და მე მივესალმები თუ მისი გუნდის ყველა წევრი ამას იზიარებს, თუმცა მე გუშინ მოვისმინე საზოგადოებრივ მაუწყებელზე ქალბატონი თინა ხიდაშელი საუბრობდა, რომელმაც განაცხადა, რომ მათეასეორშის ეს ბოლო შეფასებები იყო გარკვეულწილად ადეკვატური, მაგრამ ყველა სხვა წინა შეფასება, რომელიც კეთდებოდა მისი მხრიდან, იყო უკიდურესად არაადეკვატური და ამის გამო იქნება თურმე ქვეყანაში რაღაც დაძაბული სიტუაციები. ამ ტიპის პრეტენზიებს იმ ფონზე რაც ხდება საქართველოში დღეს, მით უმეტეს, როდესაც სხვა ოპოზიციური კანდიდატები და მათი წარმომადგენლები ღია დაფიქსირებენ, რომ ისინი წინააღმდეგი არიან მათეასეორშის, ან თქვათ რომელიმე სადამკვირვებლო მისიის. ღია დაფიქსირებენ, რომ და დღეს ჩვენ ეს მოვისმინეთ ბატონი შალვა ნათელაშვილისგან, რომ თუ ის არ გახდება პრეზიდენტი, ესე იგი რაც არ უნდა მომხდარიყო არჩევნებზე, ეს არის აუცილებლად გაყალბებული. ამ ფონზე ამ ფონზე განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, რომ ჩვენ ყველა ის კომპონენტი, რომელიც აქ იყო ჩამოთვლილი, ეს არის ხალხის ნდობა ამ არჩევნებისადმი, ეს არის სადამკვირვებლო მისიების, ეს არის საერთაშორისო ორგანიზაციების ნდობა, ყველა ეს კომპონენტი იყოს ადეკვატურად შეფასებული და არც ერთის კომპეტენტურობაში არავინ არ შეიძლება
მოიტანოს ეჭვი. ეს იქნება ჩემი მხრიდან ამის შეჯამებისთვის ხმული, რაც შეეხება კიდევ ერთ საკითხს ჩვენ არასდროს არ გვითქვამს, რომ რომელიმე საერთაშორისო ორგანიზაცია წყვეტს იმას თუ როგორი არის არჩევნები. არჩევნების სამართლიანობაზე პირველ რიგში გასვენას გააკეთებს ყველა ის ამომრჩეველი, რომელიც მიუაუბანზე და რომელსაც მიეცემა საშუალება თავისუფლად გააკეთოს თავისი არჩევანი ნებისმიერი კანდიდატის სასარგებლოდ. არჩევნების სამართლიანობაზე დასკვნას გააკეთებს ყველა ის ამომრჩეველი, რომელიც მივა იმ უბანზე, სადაც ის არის რეგისტრირებული და მას განსხვავებით სხვა პერიოდებიდან და იმ 2003 წლიდან, რომელზეც აქ მაგალითები მოყავდათ, ექნება საშუალება, რომ მის ცესხმა მიუხედავად იმისა არის თუ არა რეგისტრირებული სიაში. ექნება საშუალება, რომ დააფიქსიროს თავისი პოზიცია. ეს არის პირველი განსაზღვრელი, ანუ პირველი შეფასება იქნება სწორედ ამომრჩევლების მხრიდან, ამის შემდეგ იქნება ბუნებრივია ადგილობრივი სადამკვირვებლო მისიები და იქნება, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, საერთაშორისო ორგანიზაციების დასკვნები აღნიშნულ პროცესთან დაკავშირებით. ბატონ დავით, მუდმივად არის საუბარი წინასაარჩევნო პერიოდში დარღვევებზე. თუ გამოქვეყნდება რაიმე, თუ არის რომელიმე ორგანიზაცია თუ აპირებს შუალედური დასკვნის გამოქვეყნებას 5 იანვრამდე, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ მუდმივად არის საუბარი ამ დარღვევებზე გაყალბების შესაძლებლობაზე. შუალედურიც არსებობს და მიმდინარე დასკვნებიც არსებობს, ქართველი არასამთავრობო ორგანიზაციებიც აკეთებენ ამას, უცხოელებიც აკეთებენ. ეს შუალედური დასკვნები არსებობს. არის ძალიან კონკრეტული მინიშნებები, ძალიან კონკრეტულ საკითხებზე, კონკრეტულ ფაქტებზე, კონკრეტული რეკომენდაციებია. მე აქ წამოსვლის წინ უბრალოდ ახალი დოკუმენტია და წამოვიღე. ეს International Crisis Group, საერთაშორისო კრიზისის ჯგუფის დასკვნა, რომელიც 19 დეკემბერს გამოქვეყნდა, მაგრამ ასე ვთქვათ, ჯერ შესავალი ნაწილია და ძირითადი დოკუმენტი დაიდება. აქ ძალიან დეტალურად აღწერილი ის ყველაფერი თუ რა მოხდა საქართველოში. უკიდურესად დიდი შეშფოთებაა გამოთქმული იმის თაობაზე, რომ სააკაშვილის და მისი გუნდის ძალიან მცირერიცხოვანი გუნდის არასწორმა პოლიტიკამ სერიოზული კრიზისი შექმნა ქვეყანაში, რომ არჩევნების დანიშვნით საკითხი არ ამოწურულა, ძალიან მნიშვნელოვანია ეს არჩევნები როგორ ჩატარდება და არის რეკომენდაციები ძალიან კონკრეტული, ძალიან სერიოზული, უშუალოდ არჩევნებთან დაკავშირებითაც. დარღვევებზე თუა საუბარი ამ დოკუმენტში? რა თქმა უნდა, არის საუბარი. სამგვერდიანი დოკუმენტია, როგორც გითხარით, ეს დასკვნის სახით. ჩემთვის როგორც ცნობილია ეს დოკუმენტი 30 გვერდიანია, სადაც უფრო დეტალურად აღწერილი და როგორც ჩანს, ხვალზე ეს ძირითადი დოკუმენტიც დაიდება მათ ვებგვერდზე. არის ძალიან კონკრეტული საკითხები, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, ტელეკომპანია იმედთან დაკავშირებული მოვლენები, რომლის გახსნაც ხელისუფლებამ უკიდურესად გააჭიანურა, მიუხედავად იმისა, რომ მთელი მსოფლიო სწორედ ის ევროსაბჭოც, ევროკავშირიც, შეერთებული შტატებიც, ნატოც ხელისუფლებას დაუყოვნებლივ უთხოვდა ამ საკითხის მოგვარებას, მაგრამ მათ მოახერხეს ბოლომდე, ასე ვთქვათ, გაწელვა საკითხის, სანამ ძალიან სერიოზული საერთაშორისო სკანდალის წინაშე არ აღმოჩნდებოდნენ თუ კიდევ არ გააკეთებდნენ ამას. ამ ყველაფერზე საუბარია. ასეთი დასკვნები არის და იქნება. დასკვნები იქნება კონკრეტულად არჩევნებში მონაწილე ოპოზიციური კანდიდატების პარტიების მხრიდანაც და ეს დასკვნები ჩვენ არ გჭირდება იმისთვის, რომ შევქმნათ საფუძველი არჩევნების არადემოკრატიულობისთვის. ჩვენ ეს დასკვნები გჭირდება იმისთვის, რომ დროზე მოხდეს არსებული პრობლემების მოგვარება და დარჩენილ დროში მაინც ხელისუფლებამ კეთილი ინებოს და ყურადღება გაამახვილოს ამ საკითხებზე, რათა 5 იანვარი იყოს ქვეყნის გამთლიანების, ამ შემთხვევაში პოლიტიკურ გამთლიანებას გულისხმობ დღე, როდესაც დამარცხებული, ახლა 7-ვე კანდიდატი ვერ გაიმარჯვებს და 6 იქნება დამარცხებული, ბუნებრივია. ჩვენ გვინდა მივახციოთ ისეთ მდგომარეობას, როდესაც ყველა არჩევნებში, ყველა დამარცხებული კანდიდატი თამამად თავაწეული მიულოცავს გამარჯვებულს და წავა და უკეთ გააკეთებს თავის საქმეს მომავალში. ეს დასკვნები ჩვენ ამიტომ გჭირდება და ეს დატვირთვა ექნება მას თუ ხელისუფლება რამეს გაიზიარებს. ბატონ დავითი საუბრობს, აი თუნდაც არის განმოგცემთ, თუნდაც აი ეს დოკუმენტი, თუნდაც ის რომ მაგალითად ვალერი გელბახიანმა იმ დღეს ჩაიკითხა მთელი სია მკვდარი სულებისა. რა აკეთდება იმისთვის, რომ ეს დარღვევები აღმოიფხვრას? აი კონკრეტული ფაქტებით საუბრობდა ოპოზიცია, ეს მკვდარი სულების სიაც იყო სხვა ფაქტებიც.
მოგახსენებთ, პირველ რიგში რაც მინდა ვთქვა, დასკვნას აქვს მართლაც გადამწყვეტი და არსებითი მნიშვნელობა, როდესაც ფასდება არჩევნების სამართლიანობა და ნებისმიერი საერთაშორისო ორგანიზაციის დასკვნა მართლაც არის ძალიან მნიშვნელოვანი, განსაკუთრებით იმ ორგანიზაციების, რომლებთან მიმართაც სამწუხაროდ პრეტენზიები ისმის სხვადასხვა კანდიდატების მხრიდან. მაგრამ იმავდროულად მე მინდა ხაზი გაუსვა. არჩევნებამდე, როდესაც კეთდება განცხადებები, რომ მიუხედავად იმისა, თუ რა მოხდება, როგორ ჩატარდება არჩევნები, რამდენად იქნება, არ იქნება დარღვევები, თურმე უკვე გაყალბებულია ყველაფერი და უკვე არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, რა დაფიქსირდება ქართული ხალხის მიერ, ან საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ, ეს არის შემაშფოთებელი და ეს არის ის, რაზეც რამოდენიმე კვირაა უკვე ჩვენ ვსაუბრობთ. კარგია, რომ რამოდენიმე ადამიანი თქვა აფიქსირებს, რომ მნიშვნელოვანი იქნება თვითონ საარჩევნო პროცედურა და კარგი იქნება თუ ამ არჩევნებზე პოლიტიკურ ძალებს ეკუთვნათ მართლაც პასუხისგებლობა საკუთარი ქვეყნის წინაშე იმისა, რომ თუ ხედავენ, რომ ყველაფერი ჩატარდა სამართლიანად, რაც იქნება და მე ამაში დარწმუნებული ვარ, მიულოცონ გამარჯვებულს გამარჯვება. და ამავდროულად აღიარონ ის შედეგები, რაც დადგა არჩევნების შემდეგ. მაგრამ როდესაც ამას წინ უძღვის განცხადებების მთელი კორიანტელი, რომ თურმე შეუძლებელია ეს არჩევნები დაამთავრდეს, ასე ვთქვათ, ერთ-ერთი კანდიდატის სასარგებლოდ და თუ მათმა კანდიდატმა არ გაიმარჯვა, ყველა შემთხვევაში ეს არის არასამართლიანი არჩევნები. მაგრამ თუ ოპოზიცია ხედავს დარღვევებს ბატონო ბაბა. რაც შეეხება დარღვევებს, ახლა თქვენ საუბრობდით ბატონო ვალერი გელბახიანის მიერ გამოქვეყნებულ სიაზე, რომელთან დაკავშირებითაც თქვენ სტუდიაშიც მე მგონი რამოდენიმე დებატები იყო სხვა ტელეარხების მეშვეობითაც და ყველა დარწმუნდა მე მგონი, რომ ხელისუფლება და ცენტრალური საარჩევნო კომისია აკეთებს ყველაფერს იმისათვის, რომ ეს სიები იყოს დაზუსტებული. დღეს სამორჩეველთა სიები არის მაქსიმალურად კარგ მდგომარეობაში, მიუხედავად იმისა, რომ მასში არის გარკვეული ხარვეზები, რაც ნებისმიერ ქვეყანაში არის და ბატონი დავით დამეთანხმება, აბსოლუტურად სრულყოფილი სია ალბათ შეუძლებელია რომ იყოს. მიუხედავად ამისა, ეს სია არის კარგ მდგომარეობაში და დღესაც გრძელდება დაზუსტება გარკვეული მექანიზმების, თუ როგორ შეიძლება გამოვრიცხოთ ყოველგვარი გაუგებრობა. სამწუხაროდ ჯერ კიდევ არ ხდება ჩვენ ქვეყანაში ყველგან რეგისტრირება გარდაცვალების ფაქტის, აქედან გამომდინარე არის შემთხვევები, როდესაც რამოდენიმე ათეული ადამიანი შეიძლება იყოს ამორჩეველთა სიაში, რომელიც გარდაცვლილია, მაგრამ ამას არ აქვს მასიური ხასიათი და თუ ვინმეს აქვს რაიმე პრეტენზიები სიებთან მიმართებაში, მათ შეუძლიათ წარადგინონ ეს პრეტენზია ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში და იქ არის მექანიზმი, რომელთაც ეს გამოსწორდება. შეიძლება ეს ძალიან ბატონ დავით, აი გითხარით თქვათ დარღვევის ფაქტი და ბატონ პალიკო გასცემს ამას პასუხს. სიებთან დაკავშირებით თუ შეიძლება. პირველ რიგში ამორჩეველთა სიებთან დაკავშირებული პრობლემები, როგორც თქვენ, ახალი არა საქართველოს. ბოლო 4 წლის წინ იმხელა უბედურება მოყვა ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი იმ ყველაფრის იყო ის სიები, რაც ჩვენ ვნახეთ. ხელისუფლება, რომელიც 4 წელია მუშაობს და მათთვის ხელი არავის არ შეუშლია ამ სიების ფორმირებაში, სისტემის აწყობაში და მოგვარებაში, დღესაც საუბრობს იმაზე, რომ სიებში არის რაღაც გარკვეული ხარვეზები. გააჩნია ხარვეზებს ბატონო პალიკო. რა თქმა უნდა, სრულყოფილი არაფერი არ არის და მათ შორის სიაშიც შესაძლოა იყოს რაღაცა 2-3 პრობლემა და ასე შემდეგ. მაგრამ როდესაც ჩვენ სიებში კვლავ პოულობთ 10 წლის წინ გარდაცვლილ ადამიანებს, რომლებიც სხვათა შორის იმ 10 წლის წინ იღებდნენ პენსიას. და ეს გარდაცვლილი ადამიანები რომ ბრძანებთ რომ არ რეგისტრირდებიანო. ესე იგი რა გამოდის? ან ამ ადამიანებზე ამ პენსია გაიცემა სადღაც, ესე იგი მათამდე არ მიდის ბუნებრივია და სადღაც მიდის. ან მინიმუმ საპენსიო უწყება მიცის რომ ადამიანი გარდაცვლილია და მას პენსიას არ აძლევს. ეხლა რა პრობლემა გახდა ამისთანა, რომ სახელმწიფო მოაგვაროს ეს საქმე, იუსტიციის სამინისტრომ, საპენსიო სამსახურებმა, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მოახერხონ ამ მონაცემების შედარება, შეჯერება და მეორე პრობლემა. რა პრობლემა გახდა ასეთი, ისაც ჩვენი ოფისის ერთ-ერთმა თანამშრომელმა, რომელიც კომპიუტერში კარგად ერკვევა, მაგრამ არა პროფესიონალი, 2 საათის განმავლობაში მუშაობის შედეგად საბურთალოს საარჩევნო ოლქში გამოავლინა 700-მდე დუბლირებული გვარი და სახელი. მათ შორის ბატონ მიშა საბჯოლაძე თქვენ ციცნობთ და მეც ვიცნობთ, ხო? დაურეკე სპეციალურად სახლში და ვკითხე რომ მეორე მიშა ხო არ ცხოვრობს შენთან სახლში, იმავე დღეს დაბადებული, იმავე წელს და ასე შემდეგ. გადაირია კაცი, არა ერთი ვარ აქ. რა პრობლემა გახდა ეს?
ეს საკითხი სიებთან დაკავშირებული თემები. იმ ფონზეა, როდესაც სულ 3 თვის 2 თვის წინ ჯერ მანამ სანამ არჩევნები დაინიშნებოდა და ზოგადად CSGO მუშაობდა თავის ჩვეულებრივ რეჟიმში. შეიქმნა სპეციალური სამუშაო ჯგუფები, რომელთაც გამოცხადდა სპეციალური კონკურსი. ცხადია, იმ კონკურსში სპეციალურად გაიმარჯვა მხოლოდ ნაციონალური მოძრაობის აქტივისტებმა. ისინი დაკავებული იყვნენ პროპაგანდით და რასიების გადამოწმებით. დაიხარჯა უზარმაზარი თანხები და დღესაც კი ეს პრობლემები არ არის დაფიქსირებული და გაკეთებული. და შემდეგი, როდესაც ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში დაისვა ეს საკითხი, და ოპოზიციამ გითხრათ, რომ ბატონებო, ამ მიზეზით, იმ მიზეზით რა მნიშვნელობა აქვს? სიებში არის პრობლემები. და ის ვადა, რომელიც კანონითაა დადგენილი და CSGO-ს აქვს საშუალება იმ ვადის, თქვათ, გადაწევის, გავზარდოთ 3-4 დღით ეს ვადა, რათა ყველამ ერთად ვიმუშაოთ, რომ სიების საკითხი მოგვარდეს. თქვენ ხელისუფლების წარმომადგენლობა CSGO-ში მოიკლეს თავი, არა ბატონო, არავითარ შემთხვევაში ჩვენ ამ ვადას არ გადავწყვეტ. ეხლა ყველაფერი რაშია საკითხი? 3 საკითხი იყო და სპეციალური ჯგუფები რასაკეთებენ? პირველ რიგში დავიწყოთ იმით, რომ რა ხდებოდა ამ მომხმარებელთა სიებთან დაკავშირებით და რამდენად გაუმჯობესებულია სიტუაცია. ბატონო დავითმა ესეთი სურათი დახატა, თითქოს არაფერი არ შეცვლილი იყოს 4 წლის განმავლობაში, მაგრამ შარშან ჩატარდა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები და მე არ მახსოვს, რომ სადმე საერთაშორისო ორგანიზაციას დაეფიქსირები უკაცრავად, მე არ გაწყვეტნები და სადმე საერთაშორისო ორგანიზაციას დაეფიქსირები მასობრივი პრობლემები ამ მომხმარებელთა სიებთან დაკავშირებით. ამიტომ იქნება ეს კონკრეტული ფაქტის გადავამოწმოთ და ამის მიხედვით ეს პენსიონერებთან კონკრეტულად მეორე რაც მინდა რომ ვთქვა პენსიონერებზე იყო ბატონ ბალიკო საუბარი, რომ იმათ რომელსაც 10 წლის წინ ეძლებოდათ პენსია და ეხლა არიან გარდაცვლილი, მოხვდნენ სიებში. როგორ მოხვდნენ სიებში? თქვენ ცნობართ ზუსტად მაგ მექანიზმთან დაკავშირებით ვისაუბრებ. ბატონმა დავითმა ისიც თქვა, რომ თურმე 2 თვის წინ მომხდარა რაღაც ჯგუფის შექმნა, სადაც მხოლოდ ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები იყვნენ და კარდაკარ ჩამოვლის პრინციპით გადაამოწმეს ეს სიები. ეს არ იყო მხოლოდ წელს ბატონმა დავით შარშანაც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე შეიქმნა გარკვეული ჯგუფი, რომელიც კარდაკარ გადამოწმების პრინციპით არ დააცალეთ მუშაობა, არა მოცრულს. არ დააცალეთ მათ მუშაობა იმ არჩევნების ადგილობრივი არჩევნების დღის მანიპულირების დროს გახსოვთ თქვენ ეს ამბავი. იმათ მუშაობაც კი ვერ დაიწყეს მაშინ. მაგრამ დღევანდელზე ვისაუბრებთ 2 თვის წინაც იყო. გუილია მათ ჰქონდათ საშუალება რამოდენიმე კვირის განმავლობაში გადაემოწმებიათ კარდაკარ შემოწმების პრინციპით ყველა ეს ასე ვთქვათ ამომრჩევლის სია და მასში მონაწილეობენ არ მხოლოდ უმრავლესობის წარმომადგენლები და ვთქვათ საოლქო კომისიების მიერ დანიშნული პირები, არამედ ოპოზიციის წარმომადგენლებიც. თითოეულ უბანზე მონაწილეობა შეიძლება ეხლა არა, რომელზე ბრძანებ? ორივეზე, ბატონო. ეხლა მონაწილეობენ? ორივეზე ეს იყო შარშანაც, სადაც მონაწილეობდა 2 წარმომადგენელი ლეიბორისტის და 2 წარმომადგენელი ახალი მემარჯვენეების მრეწველების, ზუსტად იგივე იყო წელსაც და ზუსტად იგივე ფორმით. იმ კონკურსში მონაწილეთა კონკურსი არ ჭირდებოდა ამას, ბატონო. როგორ გადადებოდა? იყო კაცო, იყო კონკურსი. ყველა პარტიას ჰქონდა საშუალება ლეიბორისტებმა მხედველობაში ახალი მემარჯვენეები და მრეწველები და მათი წარმომადგენლები შეიჩნენ დანარჩენები. არა, ბრძანა რომ მართლა დავასრულო საუბარი მე. დაასრულეთ, იმად არ უნდა საუბრო, დაასრულეთ. 9 წევრიდან 4 იყო. ესე იგი 2 იყო ლეიბორისტების წარმომადგენელი, 1 იყო ახალი მემარჯვენეების, 1 იყო მრეწველი. დანარჩენი? სხვა 5 წევრიდან 1 იყო დანიშნული ნაციონალური მოძრაობის მიერ, 4 იყო საოლქო კომისიის მიერ. კონკურსის წესით, ისევ ნაციონალები. მე მხოლოდ ამას ვამბობ, მეც არა. უბრალოდ თქვენ როდესაც საუბრობთ, რომ ნაციონალური მოძრაობის მიერ დაკომპლექტდა ჯგუფები, რომლებმაც გადაამოწმეს, კონკურსია ეს ბატონო და არ გეკადრება. ეხლა ღია ეთერში თქვენ თვითონ აღიარეთ, რომ ასე იყო. ის 4 კონკურსის წესით შესარჩევი დანიშნეთ თქვენი აქტივისტები. ეგ იყო ფაქტი, რა პრობლემა აქვს? კი ბატონო, საუბარს მაგრამ მე მინდა თქვა, რომ იქნებ ის მაინც აღიაროთ, რომ 4 წევრი ამ 9 კაციანი კომისიიდან იყო სხვა პარტიის წარმომადგენელი ბატონო დავით და ამის გამბედაობა მაინც გეყოთ ეს მაინც ბატონო პალიკო, გამბედაობაზე თუ საუბრობ, გამბედაობა გეყოთ იმის, რომ ყველა კონკურსი თქვენს მიერ ის ყველა დაწესებულებაში ისევე როგორც აქ იყოს სწორედ ამ პრინციპით ჩატარებული, ვითომ ობიექტური და სამართლიანი, სინამდვილეში ნაცმოძრაობის აქტივისტების შეყვანა კომისია. 4 წევრის ყოფნას ამ კომისიაში ადასტურებთ, რომ ის ოპოზიციური პარტიების წარმომადგენელი. იმ 4 წევრის ყოფნას ვადასტურებ, ამასობაში თქვენ დაადასტურეთ, რომ ის ვითომ კონკურსი, თქვენს დაადასტურეთ, რომ ვითომ კონკურსი ნაციონალური მოძრაობის აქტივისტების შეყვანა. ბატონ ბალიკო, იყო გაორებაზე იყო სიებში საუბარი, რამდენი გვარი ბრძანეთ 700 ერთ რაიონში. პენსიებზე იქნება გითხრას როგორ არის? და პენსიებზე რო დავასრულოთ გაორებებთან დაკავშირებით. თუ იქნებოდა წარდგენილი კონკრეტული მონაცემები, თუ როგორ ხდება, ასე ვთქვათ,
გაურება და სად არის გაურებები, ბუნებრივია ცენტრალური საარჩევნო კომისია ამას დააზუსტებდა, მაგრამ შესაბამის უდადესო ამოწურვამდე ესეთი ინფორმაცია წარდგენილი არ ყოფილა. ბატონი დავითი მართლაც ვზანებს, მათ დასვეს საკითხი, რომ 3 დღით გადაგვეწია ეს ვადა და 3 დღის განმავლობაში დაზუსტებული იყო ეს სიები. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ამას ჭირდება უფრო მეტი და ამიტომ ჩვენ იუსტიციის სამინისტროს წინადადებით შევთავაზეთ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, რომ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში არჩევნებამდე თუ მოხერხდება რაიმე ფაქტების გამოვლენა, რომ არის ამორჩეველთა სიაში რაღაც ხარვეზები, ეს ყველაფერი იყოს შესული ამორჩეველთა სიაში და შესაბამისად იყოს ასახული. ანუ 3 დღე კი არ მივეცით მთელი ამ პროცესის დასარეგულირება. მთელი 2 კვირა. ეს არის ამაზეა საუბარი და ამიტომ ეხა საუბარი იმაზე, რომ ვიღაცას არ აქვს სურვილი, რომ ციები დააზუსტოს, მე ვფიქრობ, რომ არასერიოზულია. მე დარწმუნებული ვარ, რომ თუ ჩვენი ოპოზიციონერი კოლეგები ამას არ აღიარებენ, საერთაშორისო ორგანიზაციები შეაფასებენ ამ ძალისხმევას, რომ დაზუსტდეს ამორჩეველთა სიები, თუ რა თქმა უნდა მათ კვლავაც არ გაუჩნდებათ პრეტენზიები ამ საერთაშორისო ორგანიზაციების მიმართ. არის თუ არა მისაღები ეს არგუმენტები, ბატონო? ფრიდონ საყვარელიძის ბაბუა, რომელიც 98 წელს გარდაიცვალა და მას შემდეგ პენსიას არ იღებს. ფრიდონთან ეს პენსია ბაბუის არავის არ მიუტანია. სახელმწიფოში ვინმე მიცის, რომ ის კაცი გარდაცვლილია. თუ პენსია მასზე იწერება და წერია სადღაც, რომ ის კაცი ცოცხალია. იქნებ ამაზე გაგვცეთ პასუხი. გარდაცვლილების დაზუსტება, პენსიონერი გარდაცვლილების, რომლებიც არიან სიაში, მათზე ყოველთვე გამოიწერება პენსია და ეს პენსია ან მიდის იმ ადამიანამდე, თუ გარდაცვლილია ვეღარ მიდის. ესე იგი, სადმე ეს ინფორმაცია დევს თუ არ დევს, თუ არ დევს რა ხდება საპენსიო სისტემაში და სად მიდის ეს ფულები? თუ დევს, რა პრობლემა გახდა, რომ ისე აიღოს იუსტიცია მან CSCOM და შეასწოროს. ძალიან კონკრეტული შეკითხვაა, ბატონ პალიკო და მე მგონი პასუხს. რაც შეეხება ამ სიას, პირველ რიგში ამორჩეველთა სია დგება იმ მონაცემების მიხედვით, რომელიც გააჩნია იუსტიციის სამინისტროს. იუსტიციის სამინისტროში ხდება რეგისტრაცია გარდაცვალების ყველა ფაქტის. თუ ასეთი რეგისტრაცია იუსტიციის სამინისტროში არ არის გაკეთებული, ბუნებრივია, რომ სხვა მონაცემების საფუძველზე შესაბამისი რეგისტრაციის გარეშე ამორჩეველის ამოღება სიიდან ვერ მოხდება. მე დარწმუნებული ვარ, თუ ესეთი ფაქტები არის და გადამოწმებას ექვემდებარება, ეს ყველა ფაქტი დაზუსტება და ამორჩეველის სია იქნება გაკეთებული. ამასობაში ისევე როგორც დავაზუსტოთ ბატონ პალიკო. ამასობაში ცენტრალური საარჩევნო კომისია ხომ არის პასუხისმგებელი, რომ სიებში იყოს ის ხალხი, ვინც უნდა იყოს და არ იყოს ის ხალხი, ვინც არ უნდა იყოს. თქვენ ბრძანებთ, რომ იუსტიციის სამინისტრო არ არის ვალდებული საპენსიო უწყებიდან მიიღოს რამე მონაცემები. ჯერ ერთი გაუგებარია, რატომ არ არის ვალდებული. თუ კი ოფიციალურად რომელიმე უწყებაში ეს საკითხი კაცი წაშლილია, რომ გარდაცვლილიაო. ესე იგი 7-გან უნდა მივიტანო მე რამე დოკუმენტი და ყველგანაც უნდა მიიტანოთ, დავით ეს არის ესე პენსიას იმ კაცს რის საფუძველზე აღარ აძლევთ მაშინ, თუ კი ის ჯერ ცოცხლად გვიწერია ჩვენ მოსახლეობაში. იუსტიციის სამინისტროში ხდება ერთადერთ ადგილას რეგისტრაცია. ასეთ სხვაგან წასვლა არ არის მოქალაქეს, ბატონო პალიკო, მოქალაქეს ხომ არ აინტერესებს, რომელ უწყებას რას ავალებთ თქვენ. ჯამში იმბადება ძალიან მარტივი კითხვა. რა ხდება გარდაცვლილებთან დაკავშირებით? ჭირდება დახმარება. კი ბატონო, მოგეხმარებით ერთად აგერ შევქნათ თქვენ სამუშაო ჯგუფი, საინიციატივო ჯგუფი. ჩავხედოთ ამ საქმეს და ეს სირცხვილი ერთხელაც ამოვდოთ, მოვაშოროთ ამ ქვეყანას. ხო შეიძლება ეს? ბატონ დავით, CSCOS ქონდა საკმარისი დრო თუ რა ხდება აქ გეგმაზომიერად მიდის სიების ასე განაწილება თუ CSCOS უბრალოდ არ ქონდა დრო? 2003 წლის ოქტომბერში ლაშა ტუღუშთან და გოჩა წკიტიშვილთან ერთად მომიწია მაშინდელი სიების პრობლემის შესწავლა ისე კერძო ინიციატივის დონეზე. რაც მე მაშინ იქ ვნახე სიებთან დაკავშირებით. მე მაშინ შემექმნა აბსოლუტურად 100%-ით შემექმნა ეს დაბეჭდილება, რომ ეს იყო არჩევნების გასაყალბებლად შექმნილი მექანიზმი. ამორჩევლები ისე იყო დაჯგუფებული, არასებული 2003 წლის ოქტომბერში. ისე იყო დაჯგუფებული და ისეთი სისტემა და სქემა გამოვლინდა ელექტრონულ ვერსიაში და კიდე სხვაგან, რომ იქ მე 100%-ით ეს დაბეჭდილება გავსება დღევანდელ სიტუაციაში, როდესაც მე ვუყურებ სიებთან დაკავშირებულ პრობლემებს, 100%-ით დაბეჭდილება, რომ ეს მაინც და მაინც გაყალბებისთვის არის შექმნილი, არ შემქმნია. 100% არ შექმნია. ამასობაში, როდესაც სიაში არის ამდენი პრობლემა, ეს ქმნის ნოყიერ ნიადაგს გაყალბებისთვის. ძალიან მარტივი ამბავია. ისევე როგორც კორუფცია, მაინც და მაინც შეიძლება არ არის იქ სადღაც, მაგრამ ბატონ პალიკოს მოიხსენება, ჩვენ იურისტები კანონს რო ვკითხულობთ, ვეძებთ ხოლმე, რომ მოიცა შეიძლება აქ არის კორუფციული ხვრელი, რომელიც უნდა დავკეტოთ, რომ მოხდეს პრევენცია. დღევანდელი სიები, იმ მდგომარეობით, რა მდგომარეობითაც არის, ქმნის ნოყიერ ნიადაგს არაკეთილსინდისიერი ადამიანებისთვის შედეგების გასაყალბებლად. ეს ერთ-ერთი კომპონენტია პრობლემის არჩევნებთან
დაკავშირებული. არის სხვა თემები და სხვა პრობლემები, იმაზეც ვისაუბრებთ ალბათ, მაგრამ ასეთი სიებით არ შეიძლება არჩევნების ჩატარება და არის დარჩენილი 2 კვირა, სერიოზული ძალისხმევა არის საჭირო, ჩვენ მზად ვართ, ვამუშავებთ ყველა ამ მონაცემებს, ჩვენ ვაწვდით CSKO-ს, დღეს გაუგზავნია 3 ოლქის მონაცემები, ეს პრობლემური გაურებები და რაღაცეები, ყველა სასაც მოვასწრებთ, გაუგზავნით, რეგიონები და რაც ინფორმაცია გვაქვს, გაუგზავნით, მივაწვდით ბატონო, მაგრამ ანუ აქ საიტონოტი იყო ბატონო დავით, თუ რა 4 წელი CSKO რას აკეთებდა და საერთოდ ეს სისტემა რას აკეთებდა, ესაა გაუგებარი. რას აკეთებდა? ბატონო დავითმა თავად აღნიშნა, რომ ციები არის რადიკალურად შეცვლილი. მიუხედავად იმისა, რომ მას ეხლა სურს რომ რაღაც განსაკუთრებული პრობლემა არის, ეს უკავშირდება ისევ და ისევ იმ თემას, რაც ჩვენი საუბრის თემა არის. ანუ რა სურს ოპოზიციურ კანდიდატების წარმომადგენლებს, ის რომ შეიქმნას აჟიოტაჟი რაღაც საკითხის ირგვლივ, თუ ის რომ მართლაც ჩატარდეს არჩევნები ისე, რომ ყველა მონაწილეს ჰქონდეს განცდა სამართლიანობის. ამაში ჩვენ ყველანაირად დავეხმარებით, ისევე როგორც არავის არ მივცეთ საშუალებას, რომ მანიპულირება მოახდინონ გარკვეული ფაქტების, არ მივცეთ საშუალებას იმისა, რომ მუდმივი აჟიოტაჟი ქონდეს ციებთან დაკავშირებით, კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ. ჩვენ გუშინ შემდეგ შევთავაზეთ კიდევ 2 კვირის განმავლობაში დავაზუსტოთ ყველა ეს საკითხი და ცენტრალური საარჩევნო კომისია, როგორც ბატონო დავითმა თავად დაადასტურა, ამ საკითხებზე მათთან ერთად მუშაობს. ჩვენ მზად ვართ, რომ საერთაშორისო ორგანიზაციების მონაწილეობით, რომლებსაც ნაწილი ჩვენი ოპოზიციონერების ენდება, ნაწილი არ ენდობა, მათი მონაწილეობით კიდევ ერთხელ დავაზუსტოთ ექციები და რაც შეეხება იმას, თუ რა მდგომარეობაშია დღეს სიები არის ისეთ მდგომარეობაში, როგორც საშუალებასაც იძლეოდა მთლიანად პროცესი ამ სიების დაზუსტებით, სამწუხაროდ ბევრი რამ სამოქალაქო რეესტრთან დაკავშირებით იყო პრობლემური, მაგრამ ეს პრობლემები არის მოგვარებული და დღეს არის ყველა წინაპირობა იმისათვის, რომ თუ ვინმეს მართლა სურს რომ შეიქმნას ნორმალური ამორჩეველთა სია, მიიღოს ამაში მონაწილეობა, მათ აქვს შესაძლებლობა რომ მიიღონ მონაწილეობა. მაგრამ სამწუხაროდ მე იმას რასაც ვისმენ ბოლო დღეების განმავლობაში, ნამდვილად ვერ დავარქმევ სურვილს, რომ დაზუსტდეს გარკვეული საკითხები ამორჩეველთა სიებთან დაკავშირებით. როდესაც მე მესმის, რომ თუ არ მოხდება რომელიღაც კანდიდატის გამარჯვება, ისინი ბოლო სისხლის წვეთამდე იბრძოლებენ იმისათვის, რომ მიაღწიონ სამართლიანობას, მე მესმის, რომ სისხლის ბოლო წვეთამდე ამ შემთხვევაში იდიომა და არ არის ასე ვთქვათ ჩვეულებრივი ნათქვამი, მაგრამ მე მინდა დავარწმუნო ყველა, რომ იმ სიტუაციაში, როდესაც მართლაც მნიშვნელოვანი პოლიტიკური პროცესი მიდის, პოლიტიკურ ფიგურებს უნდა ეყოთ გამბედაობა და უნარი იმის, რომ თავი შეიკავონ ესეთი ხმამაღალი განცხადებებისაგან და მით უმეტეს ისეთი განცხადებებისაგან, რომელიც დავასახელი ამ ორი შტოს. ეს ძალიან საინტერესო რჩევა იყო ბოლოში და ძალიან სასარგებლო იქნება ბატონი პალიკო ამ რჩევას თუ ძალიან ხშირად გაიმეორებს თავის პარტიაში და თავის შტაბში, რომ სწორედ დიახ პოლიტიკოსებს და ხელისუფლებაში მყოფ თანამდებობის პირებს, პირველ რიგში პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელს, მინისტრებს, სხვა პარლამენტის წევრებს, სწორედ მათ განსაკუთრებით ეკისრებათ ეს პასუხისმგებლობა და როგორ უმკლავდებიან ამ პასუხისმგებლობას ამ ხალხმა დაგვიდასტურა 4 წლის განმავლობაში, 7 ნოემბერს, 7 ნოემბრის მერე განვითარებულ მოვლენებში. ამ მაგალითისკენ თუ გვიბიძგებთ, რომ ესაა თქვენი გაგებით პასუხისმგებლობა, დიდი ბოდიში თამას ვერ გავიზიარებთ. თავისთავად მოსაზრება სწორია, ყველა პასუხისმგებლობით უნდა მოვეკიდოთ ამ საქმეს. მაგრამ პრობლემებს რაც შეეხება თქვენ წაღანი საუბარში, როდესაც შუალედურ დაკვირვებებზე საუბრობდით, ხო? რომ რაღაცა თითქოს ეს იმითო კეთდება, რომ რაღაცა შეიქმნას წინაპირობები და ასე შემდეგ და აი არჩევნების დღეს გაირკვევა ასეთი რამ. ბატონო პალიკო, თქვენ ძალიან კარგად იცით, რომ საარჩევნო დარღვევების ერთი ნაწილი შეიძლება მოხდეს მხოლოდ არჩევნების დღეს და საარჩევნო დარღვევების მეორე ნაწილი შეიძლება მოხდეს მხოლოდ არჩევნების დღემდე საარჩევნო კამპანიის განმავლობაში. არაკეთილსინდისიერი რეკლამა, როგორც წესი ხდება საარჩევნო კამპანიის დროს. არჩევნების დღეს რეკლამა საერთოდ სხვა რეჟიმში გადადის. ზეწოლა ამორჩევლებზე დაშინება, მოტყუება, მოსყიდვა, ეს ყველაფერი ხდება საარჩევნო კამპანიის განმავლობაში. ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება ეს ხდება საარჩევნო კამპანიის განმავლობაში. ამიტომ თუ თქვენ იმას გვეუბნებით, რომ მოდი 4 იანვრამდე რაც ხდება ეს არ ითვლება, ეს არაფერს არ განაპირობებს. ძალიან კარგი სიუჟეტი გამოგვივიდა, როდესაც აი კონკრეტულად თქვა პენსიონერები დავასახელეთ კონკრეტული ფაქტი, ბატონი პალიკო დამდასტურებს, რომ მაგალითად მინისტრებს სხვა ამასრობელი ორგანოების ხელმძღვანელებს, მოხელეებს, პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებელს აქვს უფლება საარჩევნო კამპანიაში მიიღოს მონაწილეობა, აქვს უფლება, მაგრამ სამსახურისგან თავისუფალ საათებში, თავისუფალ დროს.
მე მაინტერესებს მთელი მთავრობა შვებულებაშია ამ დღეებში, ამ ბოლო 3 კვირის განმავლობაში და მაშინ მაინტერესებს ვინ მართავს ქვეყანას და საერთოდ წახდება ამ ქვეყანაში, თუ ხედავს რაიმე დარღვევას იმაში, როდესაც პრეზიდენტობის ერთ-ერთ კანდიდატს დაყვებიან მინისტრები, მერები, გუბერნატორები, იქვე იღებენ დავალებებს ამ კანდიდატისგან, იქვე დიახაც სწორედ თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების პროცესში იმყოფებიან, იმიტომ რომ იღებენ ამ დავალებებს. ჩვენ იქ ვერ ხედავთ მოქალაქე სააკაშვილი როგორ ესაუბრება მოქალაქე ცისკარიშვილს. ჩვენ იქ ხედავთ ბელადი სააკაშვილი როგორ ესაუბრება მინისტრ ცისკარიშვილს, აძლევს დავალებებს და ის იღებს ამ დავალებებს და ესაა საარჩევნო კამპანია. კონკრეტული ბრალდება, რომელსაც ვიდრე ამაზე კონკრეტულ პასუხს გავცემდე, მე მინდა ზოგადადაც შევაფასო პასუხისმგებლობასთან დაკავშირებით მართლაც გეთანხმებით, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველა გზნობდეს ამ პასუხისმგებლობას და პოლიტიკურ პროცესებზე ზოგადად პასუხისმგებელი არა მხოლოდ ხელისუფლება, ოპოზიციაც არის. აქედან გამომდინარე მე იმედი მაქვს, რომ ამას არ უარყოფთ. რაც შეეხება იმას, რომ რაღაც დარღვევები ხდება არჩევნებამდე პერიოდში, ჩვენ ამის შესახებ გვისმენთ უკვე რამოდენიმე კვირის განმავლობაში და ერთ მარტივ ფაქტს მოვიყვანთ. იყო რამოდენიმე დღის განმავლობაში მსჯელობა ტელეეთერში, რომ მიხეილ სააკაშვილს დაუთმეს მერიის დარბაზი საარჩევნო აგიტაციისათვის. და იყო საუბარი იმაზე, რომ არც ერთ სხვა კანდიდატს თურმე ესე არ უთმობენ ადმინისტრაციულ ორგანოები ფარს და ასე შემდეგ. მაგრამ გუშინ რაც ჩვენ ვნახეთ, მე მგონია ამის შემდეგ ამაზე დავა უკვე საერთოდ არ შეიძლება იყოს. ბატონ ლევან გაჩეჩილაძეს მიეცა საშუალება აბსოლუტურად ლეგიტიმურად და არ ვამბობთ, რომ ეს რაღაც განსაკუთრებული მოხდა, მას ჰქონდა ამის უფლება და მიეცა საშუალება პარლამენტის შენობაში ჩაეტარებინა აგიტაცია. შევაწყვეტინო, იმიტომ რომ არასწორს ამბობს ბატონო პალიკო. ჩვენ დავასრულებ, ხო შეიძლება ექნება საშუალება. რა თქმა უნდა, არა, იმედია იმას მაინც პროტესტებოდა მერის მონაწილეობა და დავასრულებინოთ ბატონ დავით და იმედი მაქვს, რომ არ ვამბობთ, რომ შენობებთან დაკავშირებითაც იყო ძალიან დიდი აჟიოტაჟი და ამბობდით, რომ არ გითმობენ არც ერთ შენობას, არ გვიშვებენ არც შენობებზე მოგახსენებთ და მათ შორის მოგახსენებთ შენობებზე. დარწმუნებული ვარ, რომ რა თქმა უნდა თელავთან დაკავშირებით, ბოდლესთან დაკავშირებით მოგახსენებთ უშინდელი ფაქტი ნახა ყველამ. და ყველამ ნახა პარლამენტის შენობაშიც კი ბატონ ლევან გაჩეჩილაძეს მიეცა საშუალება ჩაეტარებინა აგიტაცია. მათთვის არ არის დახურული არც ერთი შენობა და არც ერთი ასე ის ადგილი, რომელიც შეიძლება თვითონ შეიძლება ახლა გავცე პასუხი ამ თემას და მე ამისაკითხს გავაცეს შენობების თემა დავასრულოთ. თუ შეიძლება როში ცოტა ისე გავანაწილოთ, რომ მეც მქონდეს საუბრის საშუალება, თორემ ბატონ დავით ძალიან საუბრობს. გეკნებათ ბატონ პალიკო. კარგით, მაშინ დავასრულებინოთ ბატონ პალიკოს. დავასრულოთ არჯობია? შენობების თემა ამოვწუროთ. ანუ მერიის თუ არა პარლამენტთან დაკავშირებით ეს მინდა რომ გეტყვით, ძალიან ზუსტად გეტყვით ყველაფერს. მერიის შენობაში სააკაშვილის მიერ ჩატარებულ ღონისძიებასთან მე პირადად ჩვენ პარტიას და ჩვენს ბლოკს ჰქონდა პრეტენზია იმაში, რომ იქ ეჯდა მას მერიის სამსახურის თანამშრომლები, რომლებიც მოქალაქე სააკაშვილისგან იღებდნენ დავალებებს თავიანთ სამსახურებრივ მოვალეობებს განსაზღვრავდნენ იმით, რაც ეთყოდა იქ მოქალაქე სააკაშვილს. შენობებს რაც შეეხება, გეტყვით, შენობებთან დაკავშირებით თელავში ჩვენ მქონდა დაგეგმილი შეხვედრა თელავის თეატრში. მივიდნენ ჩვენი წარმომადგენლები თეატრის დირექტორთან და უთხრეს, რომ გვინდა შეხვედრის ჩატარება. ან იმ საფუძველზე, რომელიც დადგენილია კომისიის მიერ გამოყოფილ ფაქტთან, ან კომერციულ საკითხებზე. ჩვენ გითხრეს, ეს არის შეუძლებელი, იმიტომ რომ თეატრში არის რემონტი. კი ბატონო, რემონტი გადავედით ჩვენ სხვა დავიწყეთ სადარგის დაჭერა სხვა შენობაში ღონისძიების ჩატარებაზე. სანამ ჩვენ ჩავიდოდით იქ, წინა დღეს ჩაბრძანდა ბატონი სააკაშვილი. აღმოჩნდა რომ არანაირი რემონტი არ არის იმ თეატრში და შესაძლებელია იქ შეხვედრის ჩატარდა შეხვედრა. შემდეგს გეტყვით 3 დღის მერე თქვენ საუბრობთ საკმაოდ შენობებს აგაძლევენ. როდესაც ბოდბის დავგეგმეთ შეხვედრა, ეს შენობა შეტანილი იყო ნუსხაში საოლქო კომისიის მიერ, იქ შეიძლებოდა ჩატარება. ჩვენ რომ მივიტანეთ განაცხადი, რომ გვინდა იქ შეხვედრის ჩატარება, მეორე დღეს ამოიღეს ეს შენობა იმ ნუსხიდან და ჩვენი ზრუნებული ყავით გარეთ ჩაგვედგა. დასაგებია თქვენი აზრი ბატონ პალიკო აღარ გაგაწევთ ამაზე ძალიან აღარ გაგაწევთ. კი ბატონო. გურჯაანში, საგარეჯოში, ყვარელში, ციღნახში ყველგან ჰქონდათ საშუალება, რომ ნებისმიერ შენობაში, რომელსაც ისინი მოითხოვდნენ ჩაეტარებინათ თავისი აგიტაცია და თავისი კამპანიის რაღაც ნაწილი. აქედან გამომდინარე, ხა ყოველდღე ლოგიკურია, რას ნიშნავს თელავზე რა ხდება? აი იმას ნიშნავს მიმართვა. არანაირი მიმართვა ამ შემთხვევაში თელავთან მიმართებაში არ ყოფილა, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია. ბატონ დავით იმედია გადაამოწმეს ამ ფაქტს. ძალიან გადამოწმებული მაქვს. გადამოწმებული იმედია ცოტა უფრო ლოგიკურ არგუმენტებს წარმოადგენს, იმიტომ რომ შეუძლებელია ხა კახეთის
სხვა რაიონებში ყოველგვარი შეფერხების გარეშე ქონოდათ მათ საშუალება რომ ჩაეტარებინათ ეს. ასე გონია თქვენ. და თურმე გურჯაანში ბოლო ღამეს გვიწვევდნენ ხელშეკრულება. ბატონ პალიკო. გურჯაანში გვიწვევდნენ ხელშეკრულება. მე მივეცი ბატონ პალიკოს პირობა და ნუ დამარღვევინებთ ბატონ დავით. მადლობელი ვარ ბატონ დავითის რომ თქვა რომ მერიაში ჩატარებასთან დაკავშირებით თვითონ შენობაში ჩატარებასთან დაკავშირებით პრობლემა მას და მის პოლიტიკურ გუნდს არ ქონია. თუმცა ეს პრობლემა რამოდენიმე დღის განმავლობაში ისმოდა ტელევიზიით და ეს ჩვენ ამოვჩევთ ძალიან კარგად. შეხვედრაზე იყო ლაპარაკი. მერთან შეხვედრას და ამასაც დაუბრუნდით. ბატონ დავითი საუბრობს რომ თურმე ყველგან წერია რომ მოხელეებს უпроსორად მინისტრებს, მერებს და გამგებლებს არ აქვთ უფლება მონაწილეობის აგიტაციაში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებით. ნებისმიერ იურისტს, რომელსაც აქვს საშუალება რომ ეხლა ნახოს საარჩევნო კოდექსის ის მუხლი, ეს არის 73 მუხლის მეხუთე პუნქტი, რომელიც განსაზღვრავს თუ ვის არ აქვს აგიტაციაში მონაწილეობის უფლება, შეუძლია დარწმუნდეს საპირისპიროში. არსად არ არის ნათქვამი, რომ პოლიტიკურ თანამდებობის პირებს აქვთ რაიმე შეზღუდვა მონაწილეობა მიიღონ წინასაარჩევნო აგიტაციაში. მინისტრი, რომელზეც საუბრობდა ბატონი დავით ცისკარიშვილი, მერი, ქალაქის მერი, აგრეთვე ის პირები, რომლებიც ჩამოწერილია კანონში, მათ შორის პრეზიდენტობის მოვალეობის შესრულება, პარლამენტის წევრი, ესენი არიან პოლიტიკური თანამდებობის პირები და მათი შეზღუდვის თვალსაზრისით კანონი არაფერს არ ითვალისწინებს. კანონი ამათ როგორ მოიხსენიებს კოდექსი? როგორ მოიხსენიებს? პოლიტიკურ თანამდებობის პირები. საარჩევნო კოდექსში ეს ხალხი პოლიტიკურ თანამდებობის პირებად არის მოხსენიებული? შეგიძლიათ ნახოთ მესამე მუხლის ძალიან კარგი, ძალიან კარგი. ძალიან კარგი. აქედან რომ გავდივართ, ერთად ნახოთ ეს ყველაფერი. კარგი? აუცილებლად. კი ბატონო, როგორ არის გასაგებია რომ ჩვენ მოსახლეობაში ძალიან ბევრია იურისტი, ძალიან ბევრს მიუძღვება ხელი კოდექსთან და აქედან გამომდინარე შეიძლება გადაამოწმოს. ძალიან მარტივია ეს ამბავი. ეს შეგვიძლია ყველამ ერთად ნახოთ. კი ბატონო. ბატონ დავით, მე მინდა ბოლო შეკითხვა დავსვა უბრალოდ. აი თქვენ და მიუბრუნდე იმ საკითხს, რაზეც საუბრობდით გადაცემის თავში. ერთი არის საერთაშორისო ორგანიზაციების დასკვნა და მეორე ხალხის დასკვნა. ხალხის დასკვნაში აი განმარტოთ, როდის როგორ უნდა გავიგოთ ხალხის დასკვნა? რას გულისხმობთ აი ამ ფრაზაში? ეს ძალიან მარტივი გასაგებია. ჯერ ერთი ხალხი გვიყურებს ჩვენ და ეხლა აქ ამ ჩვენ საუბარში ის არა მნიშვნელოვანი მე რაში დავარწმუნებ ბატონ პალიკოს, ან ის რაში დამარწმუნებს მე და ასე შემდეგ. თავარია ხალხს რა ესმის და რას ხედავს რეალურ ცხოვრებაში. როგორ ხდება ეს საარჩევნო კამპანია, რა პრობლემებით მიმდინარეობს, რა ზეწოლებით ადგილზე, პოლიციის მხრიდან, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან და ასე შემდეგ. ესაა მთავარი. ხალხმა უნდა დაინახოს. მე აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ შესაძლებელია 5 იანვარს სამართლიანი არჩევნების ჩატარება. ჯერ კიდევ შესაძლებელია. თუ კი ხელისუფლება დაასკვნის, რომ მას ჰქონდა საშუალება აი ამ 1000 ხრიკებით და რაღაცეებით ესარგებლა დღემდე არჩევნებამდე როცა რჩება დაახლოებით 2 კვირაზე ცოტა მეტი, მაგრამ დღეს მაინც შეწყვეტს ამ ყველაფერს. მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს შესაძლებელია, თუ კი იქნება ძალიან მკაფიო მითითება მიცემული ნაციონალური მოძრაობის აქტივისტებისთვის, პოლიციის თანამშრომლებისთვის, საჯარო ადმინისტრაციის წარმომადგენლებისთვის და ასევე იმ კომპანიებისთვის, რომლებსაც სახელმწიფო აკონტროლებს და რომლიდანაც ხალხს ათავისუფლებენ იმის გამო, რომ ოპოზიციასთან დგას. თუ იქნება მითითება, რომ მათ ეს უნდა შეწყვიტონ, აღარ არის საჭირო ჩათვალეთ რომ ვთქვათ, მიეცით მითითება რომ იგებთ, აღარ გვინდა ბატონო თქვენი დახმარება. შესაძლებელია ეს ამბავი. თუ ეს შეწყდება, ხალხი ამას ჩვენზე უკეთ დაინახავს და ჩვენზე სწრაფად იგრძნობს. თუ ეს არ მოხდება, ხალხი დღეს ხედავს სხვას, ხელისუფლება ლაპარაკობს სხვას. ესაა ყველაზე ზუსტად საუბარი, რომ თავარი ვინც გააკეთებს არჩევანს, ბუნებრივია არის ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა და ის ადამიანები, რომლებიც მივლენ საარჩევნო უბნებს. მათ უფლება აქვთ და შესაძლებლობა აქვთ დააკვირდნენ, რომ მათი არჩევანი დღესაც არის გარანტირებული, არანაირ ზეწოლას მათ მიმართ ადგილი არა. ყველაზე კარგად ეს იცის იმ ამომრჩეველმა, რომელიც მიდის უბანს. ყველაზე კარგად სწორედ ის ხედავს, რომ მისი არჩევანი არის ყოველგვარი ზეწოლისგან თავისუფალი. ის ხედავს, რომ ყველას, ვინც გამოცხადდა თავის რეგისტრაციის ადგილის მიხედვით, უბანზე აქვს საშუალება, რომ მისცეს ხმა და ვერავინ ამ ხმის უფლებას ვერ წაართმევს. ეს არის ის, რაც არის მნიშვნელოვანი და ეს არის ის, რაც განაპირობებს საბოლოო ჯამში არჩევნების შეფასებას. დარწმუნებული ვარ, რომ ქართული ხალხი ამაში დარწმუნდება ძალიან მალე, დარწმუნდება 5 იანვარს თავისი არჩევანის გაკეთების დროს და აქედან გამომდინარე იმედს გამოთქვამ, რომ ჩვენი ოპონენტებიც ზედმეტი, ასე ვთქვათ, აჟიოტაჟის
გარეშე შეაფასებენ სწორედ იმ პროცესს, რასაც ვიარ წინასაარჩევნო კამპანია და არჩევნები 5 იანვრის. ბატონო, სანამ გადაცემას დავასრულებთ, მე მინდა შემოგთავაზოთ ესეთი ერთგვარი სიახლე შემოვიღეთ ჩვენს გადაცემაში. მე მინდა ჩემმა სტუმრებმა დაუწერონ ის პროცენტი თავიანთ კანდიდატებს, რომელსაც ფიქრობენ, რომ აიღებს ესა თუ ის კანდიდატი. ეს ერთგვარი პროგნოზი იქნება, პროგნოზი მართალია უმადური საქმეა, მაგრამ მეორე ტურში. არ ვიცით, პროცენტები გვიჩვენებს. და 5 იანვარზე ვისაუბროთ. 5 იანვარზე, კი ბატონო, დაწერეთ რა პროცენტს ველოდებით, უბრალოდ თქვენი პროგნოზი ლევან გაჩეჩევად. დაწერეთ ამას, უბრალოდ მე მინდა შეგახსენოთ, რომ რაღაც ტოტალიზატორების გათამაშების და ასე შემდეგ მოწყობა არჩევნებთან დაკავშირებით არის აკრძალული. ამიტომ ბუნებრივია, რომ ჩვენ მხრიდან ახლა ამ ტიპის პროცენტის განსაზღვრა არ იქნება სწორი. უბრალოდ მე დარწმუნებული ვარ, რომ 5 იანვარს ამომრჩეველი გააკეთებს იმ არჩევანს, რომელიც 5-იანის სასარგებლო. ამას მაყურებელს არ ვაჩვენებთ, ამას შევინახავთ. ერთი მხარე წინააღმდეგია, ხოლმე ვერ გავაკეთებ ამას. არ მონაწილეობთ, თუ დათანხმდება. ამომრჩეველი აკეთებს თავარ არჩევანს და პროგნოზები ყველა შემთხვევაში არის მართლაც უმადური საქმე, თუმცა მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ არჩევნებში მიხეილ სააკაშვილი გაიმარჯვებს. სამწუხაროა, სასწაულოა, მაგრამ რას ვიზავთ? სწორი სვლა გააკეთა მე მგონი. მაგრამ ბატონ დავით, თქვენ და იცის რომ არ ვისახლა. თქვენ აპირებდით ხელმოწერას. კი ბატონო. კარგი, მაშინ როდესაც ერთი მხარე არ მონაწილეობს, მაშინ უნდა დავასრულოთ გადაცემა, კი ბატონო. პალიკო კუბლაშვილი და დავით უსუფაშვილი იყვნენ ჩვენი გადაცემის სტუმრები. შედეგს მართლაც ალბათ გავიგებთ არჩევნების დღეს. ნახვამდის.